ვაგზავნებთ გადაცემას. ჩემი სტუმარია ზაზა ხატიაშვილი. ნუ ახლა ერთი ორი ვიღაცა ახალი შეიძლება ახალგაზრდა დაინტერესდეს, თორემ ისე ვინც 35 წელზე უფროსია, ყველამ უნდა იცოდეს ვინ არის ზაზა ხატიაშვილი. ეს სიამოვნებით ვიმეორებ, როცა მისი წარდგენა მიხდება, რომ ეს არის ერთადერთი ქართველი ადვოკატი, რომელიც გახდა ევროპის წლის ადვოკატი. ასეთი ჯილდო, ასეთი აღიარება ჯერ სხვა ქართველ ადვოკატებს არ ღირებიათ და არ ღირსებიათ. და ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემპიონი კაცი არის სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობით და იქ მოგებული პროცესებით. აი ასეთი კაცია ბატონი ზაზა ხატიაშვილი. ახლა ამდენ რაღაცას რა თქმა უნდა ვერ გააკეთებს ადამიანი, თუ ის მთელი სულით და გულით არ არის სიმართლის მოყვარული და სამართლიანობის მოყვარული და არ არის მებრძოლი ამ სამართლიანობისათვის. მოგესალმებით ბატონო ზაზა, დიდი მადლობა რომ მოვწანდით. თან გაგიჭირდათ, საცობში გაიჭერეთ, მაგრამ მაინც მოხვედით და მაინც გვექნება 35-40 წუთი თქვენთან სალაპარაკო. ახლა რამოდენ ერთი თვე იქნება რა, რაც არ ახალგა ჩემთან. ამ ერთ თვეში უამრავი რაღაცა მოხდა. განსაკუთრებით ამ იურიდიული მიმართულებით. თორმე პრემიერ-მინისტრები ყოლია კორუმპირებულები, თუმცა იმან თქვა არ ვარ კორუმპირებულიო. საინტერესოა თქვენი შეფასება. მე შეგი უკანონოდ მივითვისებო ქონებაო, თორემ ისე კორუმპირებული არ ვარო. ეს ერთი. მეორე მაგრამ ეს ძალიან მინდა თქვენ შეეხოთ აი ბოლო პერიოდის ახალ კანონებს, რომელიც ამძიმებს და ამძიმებს საზოგადოების წევრების მდგომარეობას და აადვილებს ორგანოების მოქმედებას რეპრესიების მიმართულებით. აი ეს ორი და მე ბოლოს კიდე საინტერესო ერთი კითხვა მაქვს, რომელსაც მინდა რომ უპასუხოთ. დავიწყოთ. მე მინდა პირველ რიგში მოგესალმოთ ჩემთვის ძალიან დიდ პატივცემულ ადამიანს. მოკლედ აი როგორც პიროვნება რამოდენიმე თვის მანძილზე ძალიან გავიზარდეთ თქვენთან ურთიერთობით. ძალიან ჩემთვის მნიშვნელოვანია, როდესაც წესიერ ადამიანს გაიცნობ, უფრო გინდა რომ მასთან ხშირი კონტაქტი გქონდეს და ყოველთვის მომიხარია თქვენ გაზაცემაში. ეს ბოლო დროს დატრიალებული მოვლენები, მოდი მე ერთ რამეს გავახსენებ ქართულ მაყურებელს. მე როცა ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, სანამ ეს უბედურება მოვიდოდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში და უფრო დიდ უბედურებას ჩაანაცვლებდა, ეს ორი ერთი და იგივე უბედურება იყო სააკაშვილისა და ივანიშვილის რეჟიმები. მე გახდი წარმატებული ადვოკატი და 2012 წელს მოვიგე 3 თვეში 2 პროცესი, აი დააკვირდით 3 თვეში 2 პროცესი ევროსასამართლოში, მესამე მუხლი არის წამება, არახუმანური, არადამიანური მოპყრობა. 2 გადაწყვეტილება გამოვიდა ევროსასამართლოში. 2 გამოვიდა საქართველოს წინააღმდეგ, 2 მე მოვიგე. ერთი იყო მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, მეორე იყო დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. დავადასტურე რომ მიქიაშვილი აწამეს და მესამე მუხლი მოვიგე და მიქიაშვილის საქმეზე იყო გარღვევა. ეხლა ეს საქმეები პროკურატურის სასამართლოში უდევთ დასწავლიან. იმიტომ რომ პრეცედენტული გადაწყვეტილებები იყო და მეორე საქმე იყო დვალიშვილის საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც წყალტუბოში პოლიციის განყოფილებაში კოკა-კოლა დაასვეს და ენი დაალოკინეს და მიქიაშვილი წამების შედეგად მოხვდა საავადმყოფოში და რომ გაანთავისუფლეს საავადმყოფოდან გაანთავისუფლეს. აი ასეთი ძალადობა იყო და მიქიაშვილის საქმეზე მივახცია იმას, რომ გამომძიებელიც კი დავაჭერინა ევროსასამართლოს შემდეგ. პოლიციელები ხო დავაჭერინა, გამომძიებელიც დავაჭერინა. ეხლა რა მოხდა გადაწყვეტილებაში დვალიშვილის საქართველოს წინააღმდეგ. როცა გამოვიდა გადაწყვეტილება, ამ მომენტში ხელისუფლებაში მოდის სააკაშვილი პრეზიდენტი ამას, ხელისუფლებაში მოვიდა ივანიშვილი. დემოკრატიის გასაოცარი სისტემა უნდა შექმნაო და
პირველი ნაბიჯი ივანიშვილის რა იყო დემოკრატიის საოცარ სისტემაში. მოიყვანა შინაგან საქმეთა მინისტრად ღარიბაშვილი. ღარიბაშვილზე მე არცოლის კარგი აზრი არ მქონია. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, შემდეგ პრემიერ-მინისტრად ჰქონდა მასთან სულ დაპირისპირება. რა გააკეთა მან? ვალიშვილი რომელიც აწამეს პოლიციის დაწესებულებაში, როდესაც ევროსასამართლომ საქმე მიიღო წარმოებაში, სააკაშვილი იყო მშიშად. ევროსასამართლო შეეშინოდა. ადრე ეს პოლიციელი დაპარა. რა გააკეთა ივანიშვილი? გახსოვთ მოდიოდა და ამბობდა, რომ ერთხელ გორში იყო ძალადობა, როდესაც თვითონ იყო ოპოზიციაში და ჩემ დროს ეს არ მოხდება. და თქვენ დააკვირდით რა გააკეთა, როცა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრია და ღარიბაშვილი არის შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ ფორმა ჩემი აზრით ბოროტო ადამიანმა რა გააკეთა. ევროსასამართლომ თქვა, რომ დვალიშვილი აწამეს, კონკრეტული პოლიციელები ჩამოთვალა და კოკა-კოლა ენით აალოკინეს. და ვიდრე მე ვამბობდი, რომ ერთ ფეხში ხელი ემლო და კოკა-კოლა აალოკინა, ის კაცი დანიშნა პოლიციის სამმართველოს უფროსად, ღარიბაშვილი. გადავირიე ავტეხე ერთი ამბავს. არ დავტოვე პრეზიდენტი, ვისაც არ მივწერე ქვეყანაში. აი ეს გააკეთა და აქედან დაიწყო ჩემი ომი ქართულ ოცნებასთან. როგორ შეიძლება ადამიანი 7 წელი ვიბრძოდი სააკაშვილის რეჟიმის წინ საქმე მომიგო წინააღმდეგ. მოდის ახალი ხელისუფლება, ამბობს, რომ იცით რა არის, მე მინდა რომ ვიყო სხვანაირი. 3 თვის მოსულია და ამას აკეთებს. ამიტომ რომ მეუბნებიან კაცო, შენ არაც არის ივანიშვილს ეგრევე დაუპირისპირო, მე შემეხო, ჩემ საქმეს შეეხო. დღეს ღარიბაშვილს მინდა მივმართო, რომ აი ის იმკის იმას, რაც დვალიშვილს გაუკეთა, კაც რომელსაც კოკა-კოლა პოლიციის დაწესებულებაში ენით აალოკინეს და ევროსასამართლომ თქვა, რომ ეს იყო მესამე მუხლის დარღვევა და მან აიღო და პოლიციის უფროსად, სამმართველოს უფროსად დანიშნა ეს მწამებელი ადამიანი. ამას იმკის ირაკლი ღარიბაშვილი. ღმერთი არის ძალიან სამართლიანი. ღმერთი ღარიბაშვილს არ გაახარებს. იმიტომ რომ მათ აწამეს ადამიანი, იმიტომ რომ წამებაში თანამონაწილეობად მიმაჩნია მე, როდესაც წამებაში მონაწილე პოლიციას ადამიანი დააწინაურებს, არა ვარ მართალი? მას ღმერთი არ აპატიებს. მე მინდა უთხრა ირაკლი, შენ დაისაჯე, იმიტომ რომ აი ეს ბოროტება ჩაიდინე, როგორც კი გახდი შინაგან საქმეთა მინისტრი. და ვიმეორებ, რომ ძვალიშვილის ნაწამები საცოდავი სახე, რომელიც თვალწინმედგამე, რომელიც იმ ღამით მოხდა პოლიციის დაწესებულებიდან სამანტყოფოში. 6 დღის შემდეგ სამანტყოფოდან გამოწერეს, იმიტომ რომ სააკაშვილის რეჟიმის მოთხოვნა იყო და ღამე ცუდად გახდა და კიდე სამანტყოფოში წაიყვანე. აი ეს პოლიციელი შენ რო დააწინაურე, შენ და ივანიშვილმა, ეხლა ივანიშვილის გვერდზე მოგიჩნდება, იმიტომ რომ არც ღმერთი მას არ აპატიებს, იმიტომ რომ როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, მაშინ თადუმაძე იყო მაგისი აპარატის უფროსი თუ რა ერქვა და მივწერე ბიძინა ივანიშვილს ადმინისტრაციული საჩივარი დაუწერე და უთხარია ღარიბაშვილი გაანთავისუფლე მეთქი. პასუხი არ მომწერა. მე ვიყავი პირველი პირი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. რაც ღარიბაშვილმა მოიმკო, აი დვალიშვილის წამებაში ბრალდებული ადამიანის ხელის დაფარებით, მოვა დრო ივანიშვილსაც მივმართავ ტელევიზიით და ვიტყვი, რომ აი შენ და ღარიბაშვილმა სააკაშვილის დროს 7 წელი რომ ვომობდი და ეს ადამიანები დასჭამდე მივიყვანე ფაქტობრივად, მოვიგე საქმე. ევროსასამართლომ თქვა, რომ ადამიანი აწამეს და კოკა-კოლა ენით აალოკინეს, ამ ადამიანების ფარველობა. როცა დაიწყე ჩუბი, მთელი ფეისბუქი მემლანძავდა. რადგან ახალი ხელისუფლებაა? იმედენად ბიზნესით იყო ხალხი დაავადებული, მეუბნებოდი ხალხო, სააკაშვილს გავაგდებინე, პოლიციელები და ამან მოაბრუნა და დააწინაურა. აი ესე დაიწყო, ეს იყო 3-4 თვის თავზე რა, 5 თვის თავზე. ანუ მაისში მოხდა. აი ესე დაიწყო ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა თავისი მოღვაწეობა, მაგრამ ეხლა ივანიშვილს ამისთვის არავინ დარჩის, ღარიბაშვილს ამისთვის არავინ დარჩის. იმიტომ თანამონაწილე ივანიშვილი იყო, მას მივწერე პრემიერ-მინისტრო. რაღაცისთვის სჭირდებოდათ მათ ეს ალბათ, ხო? არა, მოვიდნენ და იცით რა არის, ირაკლი ღარიბაშვილი ხო ეხლა დავინახეთ ყველა, რომ ეს ადამიანი სავარაუდოდ არის კორუფციაში ჩაფლული ადამიანი, ხო? კაცი რო ადგება და პრემიერ-მინისტრის თავის
რაღაც გაუბრუნებს მიწეს 50 წელი მაგრამ უნეირობა ეხლა უბრალოდ არ მინდოდა დამეწერა ბრალი წაუყენეს დვალიშვილის ამბავი მაგრამ მე არ ვარ ეს ადამიანი რომ ეს აქციურ ადამიანს ზედ გადავვარო მაგრამ ახლა მკითხეთ აქედან დაიწყო ივანიშვილი ღარიბაშვილის დანაშაულებრივი კავშირი როდესაც მათ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას იგნორება გაუკეთეს ღარიბაშვილი დაისაჯა არწმუნებულა ივანიშვილი დაიჭება და მე ეთერიდან მივმართავ და გავახსენებ რომ აი ადამიანი რომ აწამეს კოკაკოლა ვერით ალოგინეს და ის ადამიანი თქვენ 5 თვის მოსულები იყავთ რომ დააწინაურეთ აქედან დაიწყო ამათი ბოროტმოქმედებები ამიტომ ჩემთვის ღარიბაშვილთან ივანიშვილის უერთი განსხვავება არ არის უბრალოდ ეხლა ივანიშვილია ხელისუფლებაში და ღარიბაშვილს წაუყენეს ბრალი აღარ იქნება რა ქვია ხელისუფლებაში ივანიშვილი და მე ვფიქრობ რომ აი ამ რა ქვია საჩივარ რომელიც მე შეტანილი მაქვს რომელიც პრემიერ-მინისტრი მოვა და მეტყვის რომ იცი რა ის საჩივარ განვიხილო და მოუწევს ბიძინა ივანიშვილს ახლა გამარტებები წერა რატომ არ განიხილა საჩივარი რა უფლება ქონდა არ განიხილა პასუხი არ გაუმიგზავნა საერთოდ აი აქედან დაიწყო ეს ყველაფერი უბედურება და როცა უბედურება იწყება 3-4 თვის თავზე თქვენ ბრძანეთ რომ ჭირდებოდათ არ ჭირდებოდათ ჩემი აზრით ეს იყო ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება ჩემი აზრი არის იმიტომ ჩვენ ვხედავთ ადამიანის სახლიდან მილიონები ამოიღეს ხო აბა კორუფციული გარიგება ქთამი კი არ არის აუცილებლად ხალხს გონია რომ ქთამია კორუფციული გარიგება ტელეფონზე დაგირეკავენ და გეტყვია რომ ეს ადამიანი დანიშნე როცა იწყო ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს რომ ეს ადამიანი არის მწამებელი ხო ამიტომ ჩემი შეფასება მოვლენების არ არის რომ აი ამათ დაიწყეს სამართლიანობის აღდგენა ამათ დაიწყეს კორუფციასთან ბრძოლა მაშინ ბრალი უნდა დაუყენონ ღარიბაშვილს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ადამიანი დაიშნა პოლიციის უფროსად და ივანიშვილს რომელიც ხო პრემიერ-მინისტრი რომელიც მათ რეაგირება არ გააკეთა ხლა ირაკლი მობახიძე მარიცის ეს რო გააკეთა აი მან ღარიბაშვილმა ყველა მიცის მაგრამ ბრალს ვერ წაუყენებენ იმიტომ თანამონაწილე ამ შემთხვევაში ივანიშვილია ხო ამაზე ბრალს არ უყენებენ მილიონებზე წაუყენებენ ბრალს ამაზე არ უყენებენ ბრალს რატომ მან აქედან დაიწყო თავისი ნუ ასე გამოდის რომ აქედან ბიზნეს მარტო ის ფულები აინტერესებს ხო და არა ამას რომ ბრალი წაუყენონ მაშინ ბიძინასაც უნდა წაუყენონ იმიტომ რომ ბიძინა იყო პრემიერ-მინისტრი თანამონაწილეა ბიძინა ივანიშვილი იმ უბედურებით ფიქსირებულია თქვენი საჩივარი ჩემი საჩივარი ადვოკატთა ასოციაციის კანცელარიდან გავახსოვნე და ოფიციალურ ჩაბარება მაქვს ამიტომ მოვა დრო როდესაც ბიძინა ივანიშვილიც აგებს პასუხს იმიტომ არავის ღმერთი არ აპატიებს წამებაში მონაწილე პოლიციელების დაწინაურებას ეხლა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა გახარიაზე მე ვთქვი პირდაპირ ეთერში აქსაც უნდა დაიჭერენ მეთქი და მოიყვანე პრეცედენტი ისეთი თურქეთის წინააღმდეგ სადაც ევროსასამართლომ თქვა რომ თუ ტყვიებს რა ქვია რეჟიმის ტყვიები ასხლეტილ მდგომარეობაში არ არის ეს არის დანაშაული გამოვიდა გადაწყვეტილება და პროკურატურამ სისხლის სამართლების დევნა დაიწყო ნებისმიერ ჩემ ინტერვიუ მოიღეთ და ნახეთ ვამბობდი რომ ამას ბრალს აუყენებ ანუ მაგრამ მე ვსვავ კითხვა თუ უნდა გახარიას ბრალი წაუყენონ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით რომ მან საიდინა სავარაუდო დანაშაული როდესაც ხალხ თვალებს დასთხარეს ივანიშვილსა და ღარიბაშვილს რატო აუყენებენ ბრალს იგივე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაა როცა წამებული რა ქვია ბრალდებაში მონაწილე პოლიციელი ერთმა დააწინაურა და მეორე თვალებს დახუჭა უბრალოდ ეს დროის საკითხია საქართველოში იქმნება პრეცედენტი რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბრალი წაუყენეს პრემიერ-მინისტრს მაგრამ პრემიერ-მინისტრს იმას რა ქვია გახარიას მაგრამ ეს უკვე პრეცედენტია მაგრამ დროის საკითხია ივანიშვილს და ღარიბაშვილს აი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებისას ბრალს როგორ წაუყენებენ როდის წაუყენებენ იმიტომ რომ ეს პრეცედენტი იქმნება ეს ძალიან კარგი მე მიმაჩნია რომ ყველაფერი კარგი ხდება რომ ეს ყველა ეს ბოროტი ადამიანი გასამართლდეს უნდა მე მივესალმები ევროსასამართლოს ყველა გადაწყვეტილების შესრულებას მაგრამ ჩობია 2012 წლიდან დავიწყოთ ღარიბაშვილი ივანიშვილი მაგრამ
დაუყურეთ რა სიბინძურია ყველაზე დიდი დანაშაული სავარაუდოდ რაც ჩაიდინა ჩემი აზრით ღარიბაშვილმა იყო ის რომ პოლიციელი რომელიც იყო წამებაში ევროსასამართლოდ აღიარებული დააწინაურდა ეს უფრო დიდი დანაშაულია ჩემი აზრით ამიტომ დრო მოვა ბიძინა რომ აი ეს საქმე შენი საბრალდებო დასკვნი შემადგენელი ნაწილი გახდება იმიტომ რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება ის სააკაშვილს არ მოსული აზრად შევარდნაძეს არ მოსული აზრად ასლან აბაშიძეს პირველი საქმე ხომ მოიგე ევროსასამართლოში ასლანიძე ეჭდა საკუთარ ციხეში ევროსასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადა გამოუშვა ერთადერთი ადამიანი ვინც ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არაფრად ჩაგდო იყო ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი ხოდა რა თქმა უნდა მოვა ხელისუფლება და ეთქვენ ეს რა გააკეთეთ ამას პასუხი უნდა ბატონ ზაზა აი მე სულ ერთი რაღაცა ეს განსაკუთრებით მაწუხებს კაცო აი ეს ამბავი რო დადგა თქვენ რომ ამაზე პრესკონფერენცია ჩააწერეთ ყველა პრეზიდენტს მიუწერე ევროპაში ყველას მიწერეთ ამდენი რაღაცა ჩვენმა ტელევიზიებმა ჩვენმა მასმედიამ ჟურნალისტებმა რატომ არ გამახვილეს ამაზე ყურადღება ხოთაშორის მაშინ პრემიერ-მინისტრმა ფაქტიურად ჩაიდინა დანაშაული ქვეყნის წინაშე პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ღარიბაშვილმა მთელი Facebook ვერდი მემლანძღავდა სამივე მემლანძღავდნენ ახალი მოსულები არიან და რატო ებრძვიო ბჭო დანაშაული ჩაიდინეს აბა ეხლა უყურეთ რა არის მე როდესაც ღარიბაშვილი და ივანიშვილზე ვამბობდი რომ მათ ჩაიდინეს სავარაუდო დანაშაული და უნდა დაიწყოს მათ მიმართ სისხლის სამართლები დევნა იცი რომელი ხალხი მლანძღავდა დღეს რო ღარიბაშვილის წინააღმდეგ სამართლიანი პროცედურებს აწარმოებენ იმიტომ რომ მაშინ ერთ პუნქტში იყვნენ ხო და მასმედია მაშინ როგორ იყო იცი ბიძინა ივანიშვილი იყო მოსული ახალი და ხალხი როგორ იყო იცი დაბმავებული ბიძინაზე რამეს რომ ვამბობდი ძალიან ვიყვარხარ ზაზა მაგრამ აი ძალიან ცდები მეუბნები არ მე ვთქვა ხალხო რაც ცდები ევროსასამართლოს გადაწყვეტილება რომ ადამიანი აწამეს ეს ორივე ადამიანი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი გაგვანადგურებენ არ ვიყავი მართალი თქვენ რომ ბრძანეთ რომ კანონმდებლობები იცვლებაო ერთი კაცის სასარგებლოდ არ იცვლება კანონმდებლობები ამ ქვეყანაში რომ ერთი კაცია შინაგან საქმეთა მინისტრი ერთი კაცია გენერალური პროკურორი ერთი კაცია უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ერთი კაცია ფინანსთა მინისტრი ერთი კაცია ეკონომიკის მინისტრი ერთი კაცია კულტურის მინისტრი ერთი კაცია განათლების მინისტრი აქ სხვენი რა თქვა ხო მე ამას ვამბობდი 2013 წლის მაისიდან როდესაც ეს ხალხი ვამხილე როგორც უკანონო ქმედებაში რომელიც არის დანაშაული როდესაც ევროპის ადამიანის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით წამებაში ბრალდებული პოლიციელი დაწინაურეს ბატონ ზაზა აი ასეთი რაღაცები ხდებოდა პირველივე წლიდან კი რა თქმა უნდა უბრალოდ ხალხი იყო დაბრმავებული ბატონი ბიძინის ხელს უშლია ბატონ ბიძინის ხელს უშლია და ხელს იშვებდნენ კაცო რესპუბლიკელების ხელს როკ ბოდიში აი გავიდა დრო და უსუფაშვილი ყოფილა კაცი ადამიანი 4 წლის განმავლობაში ვერცერთ უბედურება ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ხალხი წინააღმდეგ კანონმდებლობა ვერ გაატარა როცა დათო უსუფაშვილი წამოვიდა იქიდან მე ადვოკატ ასოციაციის თავმჯდომარე მქონდა 3 გაფიცვა როდესაც ადვოკატები გაფიცეს საკანონმდებლო ცვლილების გამო 3-ვეში დათო შემოდგა და 3-ვე დამიკმაყოფილა უსუფაშვილმა ეს არ მithქვა საცად არ ყოფილა კაცო ეს ადამიანი და ყველა დათო უსუფაშვილთა რესპუბლიკელებს დანყავდა ბიძინას უშლიან ხელსო დათო უსუფაშვილმა უთხრა ბიძინა ივანიშვილს ევროსასამართლოში ბრალდებული პოლიციელი ირაკლი ღარიბაშვილმა დაწინაურესო გამოჩნდა რომ უსუფაშვილო წამოვიდა დაიგრა პარლამენტარიზმი საქართველოში ხო დისპეიტმა უნდა მაშინ არა უბრალოდ ეხლა მე მახსენდება საწოდა უსუფაშვილი რექს უძლებდა თურმე რომ არც ერთი კანონი არ იქნა მიღებული ხალხის წინააღმდეგ მაშინ პირიქით ევროპის
აღმოჩნდა ევროკავშირმა გადაწყვიტეს, რომ ადვოკატების უფლებები შეესუსტებინათ. ევროსამართლოს გადაწყვეტილება იყო მის საფრანგეთის წინააღმდეგ და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შეეძლო ადვოკატთა კლიენტ შორის შეერებინა ნებისმიერი გარიგება. ადვოკატები ბორკილები დავაყენე პარლამენტთან მეუბნებიან რა შვებენ. ევროპაში საქართველოს, ავსტრიამ და გერმანიამ შეძლო მარტო რომ ეს აირიდა. წარმოგიდგენია ევროპის ქვეყნები რა უხმეს საფრანგეთთან დაწყებული. პოლონეთთან თავი ყველა ადვოკატები შეხვდნენ. ამის უფაში შევხვდები აუხსენე რომ ეს არ შეიძლება. და რა ვქნათო და ერთად მოვიფიქრეთ რა ვიქნა. ძალიან მაგარი პარლამენტის თავმჯდომარეა, ძალიან მაგარი. რატო ხარ გაფიცულიო მითხრა კაცო მე შენაო სააკაშვილის რეჟიმი მოსაკლავად დაგდებდა და რატო ხარ გაფიცულიო მეოთხარ აი ამას აკეთებენ. მე ერთი მუხლი კიდე რა ქვია ძალიან ბევრი რამეები გააკეთა ამ კაცმა რომელიც ძალიან წადგა სამოქალაქო საზოგადოებას გამიდა. ეხლა რასაც აკეთებენ ხომ მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას ზღუდავენ და მაშინ რამდენი მქონდა კომუნიკაცია უსუფაშვილთან ეს ყველაფერი გამიკმაყოფილა. ამ კაცი ცუდი როგორ უნდა თქვა. აი რომ ახსენდება თუ მე ეს ადამიანი საწოდაო მე დავყვა ჩემი მეგობარია არავინ არ დავდო ჩემი მაგრამ რა ვუძლებდა თურმე შეიძლება დაგიცვალო კი აი რა მეინტერესებს ახლა ძნელია შენ ახლა კაცი შეგეტავოს ფაქტია ევროპის სასამართლომ მე მოვიგეთ საქმე როგორ შემედავებია 7 წელი ვაწარმოე აი ეს გავრცელდა ესე ხალხმა ეს გაიგო მერე ფაქტია რომ ბიძინა ივანიშვილი როცა მოდიოდა ხელისუფლებაში რამოდენიმე ფუნდამენტალური ასე ვთქვათ პრობლემის გადაჭრაზე სიტყვა თქვა. მაგალითად თქვა რომ სოფლის მეურნეობას აღოძინებს ჩადებს 5 მილიარდს ეს ერთი რომ ფული გაიაფდება ესე იგი პროცენტები აქცია სოფლის მეურნეობა და თქვი მე რა ეს იქნება რომ ესე იგი დააბრუნებს ესე იგი სამუშაო ადგილებს რასავარიან შექმნის 100 ქარხანა თქვა სასამართლო იქნება დამოუკიდებელი კორუფცია ესე იგი მოისპობა მოკლედ არც ერთი თავისი აი ახლა ირაკლი ღარიბაშვილი და იმის საფრთხე ფული რო ამოიღეთ რატო ბოდიშს არ უხდით საზოგადოებას არც ერთი თავისი პირობა არ შეასრულა და 19 წელს არა 21 წელს ესე იგი 12-დან 9 წლის თავზე კაცი გამოვიდა და თქვა მოგვილოცა რომ აი ევროპაში გაგიკეთეთ უვიზო წასვლა სამუშაოდ ნუ ფაქტიურად აი კარტოფილის გაიტანებოდა რა სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამუშაოდ ესე იგი აქ სამუშაო ადგილი არ შექმნა აქ სოფელი არ აღორძინა და ეუბნება რომ აი მადლობა მითხარით რომ გაგიკეთეთ და წადით და იქ იმუშავეთ და იქ იმათ მაინც ის პირობები არ ქონდათ რომ გათანაბრებული იყოს ადგილობრივ მუშასთან ხო ამიტომ ესენი უფრო იაფად მუშაობენ მოკლედ არაფერი არ შეასრულა დღეს მაინც არის კატეგორია ხალხის რომელსაც ჩვენ ქოცებს ვეძახით და მათ მომხრეებს აი რითი საზრდოობს ეს ხალხი და ამ ხალხში სხვათა შორის ძალიან დიდი პროცენტი არის განათლებული ხალხი, მწერლები, პოეტები, რეჟისორები, ისტორიკოსები და რომლებიც ახლაც იგივეს რაც თქვენ თქვით რომ ხელს უშლით თქვენ ესე იგი თუ გააკრიტიკებ ამას ესე იგი ნაცი ხარ ამ დროს შენზე შეიძლება ვიმნე თქვას ნაცი არისო რა ხდება მაგრამ ეს ალბათ უშო ფსიქოლოგებს უნდა დაუშვათ შენ როგორც იურისტი როგორც იურისტი და ფსიქოლოგიაში ცერკვები რა თქმა უნდა რა ხდება და როგორ შეიძლება ჩვენ ეს ხალხი მომატრიალოთ და რეებს აკეთებენ ამ არჩევნებში მანიპულაციებს აკეთებენ და იმ ხელისუფლებას რომელიც ამას აფინანსებს იმათ ეხმარება ეს ჩვენი რიგითი ამომრჩეველი რომ იმან მიიღოს ეს თავისთავად გაყალბება მაგრამ მაინც ამას იურიდიულად ესე ვერ უპოვი დანაშაულის რას ვერ უპოვი კაი რა თქვენთან პირდაპირ ეთერში სალომე ზურაბიშვილის რომ
ვართ ეს გააკეთე მეთქი. მე თქვენ წახვედით და ჩააბარეთ. დღეს ახლა ევროსასამართლო გადაწყვეტილება უკვე იქნებოდა იცით ამაზე, რომ უთხარი რომ მიმართე ადმინისტრაციულ სასამართლოს მეთქი, ყველას ხელი მოაწერინე მეთქი. უარს გეტყვია მეთქი ადმინისტრაციულ სასამართლო არჩევნების თარიღის რა ქვია შეჩერებაზე და წადი ევროსასამართლო შეგიჩერებს მეთქი გააკეთა. ჩემი აზრით სალომე ზურაბიშვილი დანიშნული ყავს ივანიშვილ ოპოზიციის რა ქვია საკონტროლო. აი ახლა 4 ოქტომბერს იყო არჩევნები. ოპოზიციური ძალები გამოვიდნენ ხალხს მოუწოდეს რომ არჩევნებზე არ მიხვიდეთ სამშობლოს ღალატიაო. ერთი წლის უკან ივანიშვილის რეჟიმმა წააგო არჩევნები თბილისში. ხო გამორიცხული იყო ახლა მოეკვო, იმიტომ რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სისასტიკე ჩაიდინეს ხო ხალხთან მიმართებაში. ერთადერთი შანსი რომ თბილისის არჩევნები ივანიშვილს მოეგო, ოპოზიცია უნდა გამოსულიყო თავისი ეგრეთ წოდებული ბიძინა ვიზიებით, ოპოზიციური ტელევიზიები რო არიან, ხო ეხო ბიძინა ვიზიები არიან, ტელევიზია რომელიც მოუწოდა 4 ოქტომბერს ხალხს არჩევნებზე არ მიხვიდეთო. ამით ბიძინა ივანიშვილს მიაღებინეს 80%. როდესაც ბიძინა 2012-ში ყველას უყვარდა 54% მიიღო, ეხლა ვეზიზღება 80%, ხო? ეს ხნა პოლიტიკურმა სპექტრმა, ეს ხნა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციურ ტელევიზია TV1-მა, ეს გააკეთა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციურმა ტელევიზია ფორმულამ, ხო? ეგენი უწოდებდნენ, ანუ როცა ყურეთ ტელევიზიები ოპოზიციური ხო იმიტომ იქნება საქართველოში, რომ ბოლი გამოუშვას ხალხმა. მე ხა ვინმე დამაჯერებს, რომ TV1 ოპოზიციური ტელევიზია, ამ ფორმულა ხალხი რომელიც მოუწოდებდნენ არ მიხვიდეთ არჩევნებზე, 5-ში დაგვენიშნა ის საპროტესტო გამოსვლა 6-ში, როდესაც გამოაცხადებდა ივანიშვილო მოვიგეთ თბილისიო, თემ თბილისს გადავიქნებოდით ხალხო. ეს ხო იყო უდიდესი მხარდაჭერა ივანიშვილის რეჟიმის, ხო? იგივე გააკეთეს პოლიტიკოსებმა 2020 წელს, როდესაც არ უნდა შესულიყვნენ არჩევნებზე, მაშინ სალომე ზურაბიშვილმა ჩამოიყვანა მიშელი და ორივემ შეყარეს უბედური ოპოზიცია პარლამენტში, ხო გახსოვს რა? ანუ ყველა დროს მაშინ სალომე ზურაბიშვილმა რამის გმირად რო შერაცხეს სალომე ზურაბიშვილი, სალომე ზურაბიშვილმა არ შეიყვანა ეს ოპოზიცია პარლამენტში, ყველას რო დაავიწყდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხუპას გაყიდული ოპოზიციური სპექტრი, თავისი გაყიდული სულით. ეხლა უყურეთ TV1-ს რო შეხედო, TV1-ის ფუნქცია რა არის? ეს გაყიდული ოპოზიცია შეინარჩუნოს 2028 წლისთვის. ეგ არის ოპოზიციური ტელევიზია ხალხო, არ გამაგიშო. ეგ არის ხალხმა არიცოდნენ ჟურნალისტებმა რომ 4 ოქტომბერს ხალხი არჩევნებზე უნდა მისულიყო პირი, ტელევიზიას მოეწოდებინა 100 კაცი უნდა 50,000 კაცი რომ მოსული მოდიოდა იქ 50,000 კაცი უნდა 1700 არჩევნოვანია გავიხოთ და მოსული მოქალაქეები დავთვალოთ, გადაუყოთ. მე შეგვეჯებებინა რამდენი ადამიანი მოვიდა არჩევნებზე 2 კაცი რომ მოდის და 500 ივანიშვილი იღებს. ეს კარგია? რანაირად უნდა მიიღო ხალხო ივანიშვილის რეჟიმა 80% ან 70% თბილისში, როცა ივანიშვილის რეჟიმა ივანიშვილო და თბილისში მეორე ტური დაჭერდა ყოველთვის. პირველ ტურში როგორ უნდა მოიგო კაცო? ეს იყო დიდი გაყიდვა. უკეთეს შემთხვევაში იმდენივეს მიიღებდა, რამდენიც მიიღო შარშან, მაგრამ გამოაცხადეს ბოიკოტი, ესე იგი იქ ვინც მივიდა, იმისი 80% გამოვიდა. ხო და ესენი რომ ისულირენ და მიეცათ მე თბილისი თუ პატაბურთულა ძალიან რა თქმა უნდა. უთხარი პატა კენჭი იყავი შეხო გაიმარჯვე. ეს ხო იცი რომ უტოპია მეთქი. ეს უტოპია მეთქი, გატყუებენ მეთქი რა ქვია. ბაზოზა რა გზა არსებობს რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ჩვენ ფაქტურად ხედავთ რომ ამ სუპრემო უზურპაცია მოახდინა. სასამართლო, საკონსტიტუციო, უმაღლესი ეს ადგილობრივი ყველა მისია, რასაც ეტყვიან, იმას ასრულებენ. ეს პროკურატურა და MVD ხედავთ რას აკეთებს აი ამ მიტინგებში მონაწილე ხალხისთვის. ახლა ექიმები, რეჟისორები, რა ვიცი, ცნობილი ადამიანები ყველას იჭერენ და ვერაფერს ვერ ვაკეთებთ.
აი ახლა მე მინდა თქვენ გაგისვათ ასეთი კითხვა. აი რომ ასეთი არ მოხდეს შემდეგში. როგორმე თუ წავართვით ხელისუფლება ამათ. აი თქვენ აღმოჩნდით პირველი პირი ქვეყნის. მე პირველ მითხარით. სამი ძირითადი კანონი, რომელსაც მიიღებდით იმისათვის, რომ შემდეგ ადვილად მოხდეს ხელისუფლების განახლება და ვერ შეძლოს ვერავინ აი ასეთი მეთოდებით დაპატრონება. საბჭოთა კავშირი დაიშალა ჩეხოსლოვაკიაში ყველა მოსამართლე პროკურორი გაყარეს აუკრძალეს თავის პროფესიით მუშაობა. აი ამან ჩეხოსლოვაკიაში დაიწყო სამართლების რეფორმის განხორციელება. ის პროკურორები და მოსამართლეები სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებიან უნდა შეფასდეთ საქმიანობა და ყველა უნდა დატოვონ თანამდებობა და კი სამსახურდო ადვოკატთა ასოციაციაში კი უნდა წავიდნენ და ადვოკატთა ასოციაცია უნდა დააბრძოლონ. მათ უნდა აეგზავნონ პროფესიით მუშაობა, ვინაიდან ისინი რეჟიმს ემსახურებიან, ხო? სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ, ეხლა ივანიშვილის რეჟიმს ემსახურებიან. მეორე, პროკურატურა უნდა გაუქმდეს. პროკურატურაში უნდა დარჩეს ბრალდების დეპარტამენტი სასამართლოს შემადგენლობაში. ესე იგი პირველი რას აკეთებ? მე მას წერ. მე ყველას ერთად გავანალიზებ. უნდა კანონის დონეზე ყველა მოსამართლე და პროკურორი უნდა დატოვონ თანამდებობა, როგორც ეს მოხდა ჩეხოსლოვაკიაში და მათ აეკრძალოთ იურისტად მუშაობა საქართველოში. მოკლედ, თქვენი პირველი ღონისძიება იქნება სამართალდამცავ სტრუქტურებში წესრიგის დამყარება, ხო? ყველა უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ყველა ემსახურება რეჟიმს. ყველა უნდა წავიდეს და უნდა მოხდეს მოსამართლეების არჩევა. პროკურატურა უნდა გაუქმდეს და უნდა შეიქმნას ბრალდების დეპარტამენტი სასამართლოს შემადგენლობაში. რომ გამოძიება პროკურატურას უნდა აეკრძალოს. წერთ ხო? სასამართლო პროკურატურა აი ამაში მეორე ღონისძიება პროკურატურა უნდა გაუქმდეს ეგ დაწერეთ და პროკურატურა გადავიდეს სასამართლოს შემადგენლობაში. პროკურატურას უნდა აეკრძალოს ეს ერთიანი პაკეტია. გამოძიება უნდა წართვა ყველას და უნდა შეიქმნას ფედერალური ბიურო გამოძიების. როგორც არის ამერიკაში, რომელიც გამოიძიებს მხოლოდ ერთი საგამოძიებო უწყება ექნება. ეხლა უსაფრთხოებას თავის გამოძიება ყავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისი გამოძიება ყავს, ფინანსური პოლიცია ყავს. ეს საქართველოში კორუფციის ბუდია და როცა იქნება ერთი გამოძიება და ფედერალური ბიუროს თავმჯდომარე აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ხალხმა 10 წლის ვადით. ის არ უნდა დანიშნოს არაფერ. ანუ გამოძიება უნდა იყოს ცალკე. აი გამოძიება ცალკე იქნება, არავის არ დაემორჩილება. არც ეს სტრუქტურაში არ იქნება. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება დამთავრდება. ეს არის პირველი რაც გააკეთებს. ეს არის ერთი პაკეტი. პირველი ანუ სასამართლოს რეფორმირება სხვანაირად არ შეიძლება და პროკურატურა არ გაუქმდა. ფინანსური პოლიცია უნდა გაუქმდეს აუცილებლად და ერთი გამოძიება უნდა იყოს საქართველოში და მოსამართლეები უნდა ავირჩიოთ, ყველა მოსამართლე უნდა ავირჩიოთ ჩვენი მოსამართლე რომ ამათ რომ გამხრით, ყველა მოსამართლე უნდა ავირჩიოთ და ვინც წესიერი მოსამართლეა ამათთან და დაადასტურებს რომ წესიერი მოსამართლეა, იმასაც აირჩევენ, არ არის პრობლემა. აი ეს არის სამართლებრივი პაკეტი. გასაგებია. ეს არის პაკეტი. მეორე აუცილებლად უნდა მოხდეს საქართველოში ფინანსური სტაბილიზაციის მიზნით ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ადგილობრივი მმართველობის გაძლიერება, რომლისათვის მე მიმაჩნია რომ გუბერნატორების ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს. გასაგებია. და უნდა იყოს ადგილობრივი მმართველი ყველაფერი. გასაგებია რომ ნებისმიერი ადამიანი პასუხისმგებელი იყოს იმის წინაშე, ვინც ისაერჩია. რა თქმა უნდა. და არა ბიზნეს წინაშე. რა თქმა უნდა. უნდა გაუქმდეს გუბერნატორის შტატი და უნდა გაუქმდეს გამგეობები. ან მერია უნდა გაუქმდეს. რაც უნდა პატარა ქალაქს მერიც, გამგებელიც და გუბერნატორი. შემდეგ კახეთი ავიღოთ, ხო? ავიღოთ ჩემი სიღნაღის რაიონი. სიღნაღის პატარა რა თუნდა სიღნაღის რაიონის მერი, რა თუნდა გამგეობა. ეს არის აი ეს უნდა გაკეთდეს პირველ რიგში.
და იმ პაკეტთან მიმართებაში, რა ქვია, სასამართლოს რაც ეხება, ხო? აუცილებლად უნდა შექმნას დროებითი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებს თუ ჩაიდენს დანაშაულს სავარაუდოდ მოსამართლე პროკურორი და ასე შემდეგ. ესეც უნდა იყოს არჩევითი ორგანო და მას უნდა შეეძლოს დევნის დაწყება. Თლიანად მოისპობა საქართველოში სამართალდამცავ სისტემაში კორუფცია, იმიტომ რომ მათ პროკურორი ვერ გადაიფარება, იმიტომ რომ პროკურორი თვითონ იქნება გასაჭირში, იმიტომ რომ მას გამოძიების უფლება არ ექნება. მხოლოდ იქნება ბრალდების მხარდამჭერი. ჩვენ ეს კონცეფცია გვქონდა, ბიძინა რომ მოვიდა ხელისუფლებაში ტომას ჰამერბერგი რომ ჩამოიყვანეს პირად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მთხოვე რომ სანამ ახლები არიან, იქნება ეს გავაკეთებინოთ მეთქი. თვითონ ბიძინამ თქვა რომ კი ამას გავაკეთებო, მაგრამ 4 თვეში წავიდა და მურუციძე გადაკოცდა, ეს რაღაცე გავიცანიო და დაიწყო რაც დაიწყო. ამიტომ ჩვენ სასამართლოს ამ შემადგენლობით ვინც დღეს არიან, თუ რომელიმე დარჩა, აი ხურეთ კიბოს რატო ვერ შვედიან, იმიტომ არის მეტასტაზი, ხო? რომელიც ვერ გაუგიათ საიდან აღმოცენდა შემდეგ ორგანის პოვს. აი ამ სასამართლო სისტემაში ნორმალური ადამიანი რომ მივიდეს ახლა, ის გახდება ამ შემადგენლობის, ამ სასამართლოს ნაწილი. ამიტომ ძალიანად რაც ჩეხოსლოვაკიაში გააკეთეს, უნდა ჩვენ შევაფასოთ მოსამართლემა რა გააკეთეს. აი ბიძინა რომ მოვიდა ხელისუფლებაში, პარლამენტმა გამოუშვა ადამიანები ხო გახსოვს შენ ისა როგორც პოლიტპატიმრები. იმათ მოსამართლეები დააჩინა ურაუზენაიში გადაიყვანა. ნუ ალოგიკური იყო ხო ეს გადაწყვეტილება. ანუ როგორ შეიძლება ადამიანი შენ მიიჩნო პოლიტპატიმრად, მისი მოსამართლე დააწინაურო, ხო? გასაგებია, ბატონ ზაზა, ესე იგი პირველი სამართალს პროკურატურაში ის რეფორმები რაც ჩამოთვალეთ, მეორე ესე იგი ადგილობრივი მმართველობის დაკანონება და მისი განთავისუფლება ერთი კაცის მიერ მმართველობიდან, მესამე რა არის? მესამე არის განათლების სისტემა. განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის პრეზიდენტ ტრამპი მე მიყვარს ძალიან. მაგარი ადამიანია რა. ეგეთი პრეზიდენტი ამერიკელის რაც მე თავი მახსოვს არ ყოლია. ადგა გააუქმა მთლიანად განათლების სამინისტროს ნაირად არის განათლების საბჭო ერქვა რაც ქვია რა გააუქმა და უთხრა თქვენ LGBT პროპაგანდას უწყობდით ხელს. ისეთი რადიკალური ნაბიჯებია იცი გადასადგმელი. არ შეიძლება რომ აი ადამიანს მოიყვან მე ის და კარგი გახდება. აი ბიძინა არის რამოდენიმე წელია ხელისუფლებაში, მიშა იყო და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მივიდიოდა და ვეხოცებოდი რომ განათლების რეფორმაში ჩვენ უნდა ბავშვებს ვასწავლოთ საგანი როგორც მათემატიკა და ფიზიკა, ანტინარკოტიკული და ანტიალკოჰოლური ზეგავლენისაგან დაცვა. აი კერძო სკოლებში მე მოვიძიე მაშინ და განათლების სამინისტროში წავადგინე. ციგნები არის რომ ადამიანი შვარცენეგერით დაკუნთულია და შემდეგ ნარკოტიკების შემდეგ რაც გადაიქცევა. და ბავშვებს ზრდიან ისე რომ აშინებენ. გაეროს პროგრამებია, ეუბნებიან სახელმწიფოებს რომ კარგია რომ ეს გაატაროთ. რატო არ ატარებენ ამას? სამაგიეროდ საქართველოში იყო მცდელობა საპატრიარქოს რო არ ეხოჭაღა, ნარკოპლანტაციები გაეშინებინა და ეს მოდიოდა გახარიას დროს, გახარიამ გაუცელა, ხო, მაგრამ გახარიას რა მეგვირს იცი? ეს ხო მისი იდეა იყო. კაცი არის ოპოზიცია, რა თქვა, მოდის ხელს არადებს იმ ადამიანებს, ვინც შეუყვეთა. გახარია გამოვიდოდა და იტყოდა რომ ნარკოპლანტაციები უნდა დავუყო, გახარიას იქნა რა მოგება იქნებოდა. ვისაც მოგების მიღება უნდა იმას უნდა ილაპარაკოს. გვანიშნებენ რომ მაგარი ეთერი განთავრეთო ბატონებო და თავბატონებო, ჩვენი სტუმარი იყო ზაზა ხატიაშვილი. ქვეყნისათვის მე ასე ვფიქრობ და ბევრი თქვენთაგანი ალბათ ასე ფიქრობს, უდიდესი სირცხვილი და დანაშაულია აი ასეთი კაცი ყავდეს და აიყენებდე სამართალდამცავ ამდენი პრაქტიკით, ასე
ასეთი ადამიანი